იჩხენის ტაძრის რეაბილიტაცია დარღვევების გარეშე შემიმდინარეობს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ინფორმაციით თურქულმა მხარემ ქართველი ექსპერტების რჩევები გაითვალისწინა. გურამოდიშარიას განმარტებით ამ საკითხებზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე კეთილი ნებით ხორციელდება. ძალიან მძიმე იყო პირველი და მეორე ექსპედიციის ჩასვლა თურქეთში. ჩვენს შესანიშნავ ძეგლზე, რომელზედაც ხშირად ჩვენ საყვედურს ვღებულობდით სამინისტრო, თქვენ სააგენტო, რომ ჩვენ არ უვლით ამ ძეგლებსა და ასე შემდეგ. როდესაც ჩავიდეთ მან, ნახეთ რომ არასწორად მიმდინარეობდა რესტავრაცია. უკვე მეოთხე ალბათ და მეხუთე ექსპედიციები იყო წარმატებული, რადგან როგორც თქვენ და თქვენი სპეციალისტები ამბობთ, რომ იშხანზე გამოსწორდა მდგომარეობა და ყველაფერი სწორად მიმდინარეობს. გურამოდიშარია რაბათის ციხეზე განსახორციელებელ სამუშაოებზე საუბრობს, კერძოდ მინისტრის ინფორმაციით, თურქის სპეციალისტების მოთხოვნით, შესაძლოა გუმბათის ფერი და გისოსები შეიცვალოს, რის შესრულებაც მინისტრის განცხადებით სირთულეს არ წარმოადგენს. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ სადავო ეკლესიის საკითხებს, ოდიშარია ამბობს, რომ მათ შემთხვევაში გადაწყვეტილებას კულტურის სამინისტრო არ იღებს.